ჩვენი საუბრის თემა იქნება რა გვეშველება ტრამპის ხელში. ეს სოლიდარობა ტრანსატლანტიკური არც ტრამპის მიერ არის დაწყებული და ვერც ტრამპი მას ვერ დაასრულებს. რატო გონიოთ რომ ვერ დაასრულებს? იმიტომ რომ ძალიან ესეთი არის მონდომებული არის ასე ვთქვათ. მას ძალიან კარგად ესმის რომ თუ ამ მოლაპარაკების ამ რაუნდიდან გამოვიდა დამარცხებული, ეს არ იქნება მისთვის არც მომგებიანი, არც წარმატებული. რუსული ნარატივი გაიმეორა ტრამპმა იმ თავის გამოსვლაში, როცა ფაქტობრივად განაცხადა, რომ ზელენსკის დააბრალა ომი. რა თქმა უნდა, ზელენსკი შეეძლო თავის არიდება, მაგრამ ამისთვის უნდა დათანხმებოდა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებაზე, მედვედჩუკის პრეზიდენტობაზე. ჩვენ თუ აღმოჩნდება, რომ ევროკავშირსაც ჩავეხსნებით, ნატოს ჩავეხსნებით, აღმოჩნდება, რომ სრულიად მარტო რჩებით რუსეთის წინაშე. ჩვენ გადაყლაპვა იქნება დროის საკითხი. ნეიტრალიტეტის თემა არის მხოლოდ კამუფლაჟი და ჩვენ აუცილებლად მივალთ მაშინ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებამდე. მოხდება თუ ამერიკა დათანხმდა რუსეთის პირობებით ომის დასრულებაზე, რადგან ტრამპს ძალიან უნდა ომის დასრულება. ეს არ არის ომის დასრულება. ჩვენ ხო გამომიჯნეთ თავიდან. ეს არის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება. 500-600 კილომეტრ კვადრატულს კურსკის ოლქში რა უნდა უქნათ. იქიდანაც უბრალოდ უნდა გამოვიდნენ უკრაინელები ისე რომ ამის სანაცვლოდ არაფერი არ მიიღონ. რა გარიგებაა ეს? მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მარაკ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტქალაქი. ტრამპის ერთვიანმა მმართველობამ მსოფლიო უკვე შოკში ჩააგდო. ამ ხნის განმავლობაში მან მოახერხა და არა მხოლოდ ადამიანები გააბრაზა, არამედ მთელი ქვეყნებიც კი. თუმცა ჩვენთვის მთავარია რა ბედიელის უკრაინას. შეიძლება თუ არა უკრაინის ინტერესები ტრამპის სურვილს სწრაფად დაასრულოს ომი. ეს არის ახლა მთავარი კითხვა. ტრამპის მმართველობამ ჯერჯერობით მთავარი კარგი შედეგი რაც მოიტანა არის ის, რომ მან გააერთიანა ევროპა უკრაინის ირგვლივ. ევროპელი ლიდერები ერთხმად აცხადებენ, რომ უკრაინას ასე მარტივად არავის დააჩაგვრინებენ. რა ბედიელის უკრაინას და მოახერხებს თუ არა ტრამპი ომის სწრაფად დასრულებას. ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრებით ჩვენი გადაცემის სტუმარს, საქართველოს ყოფილ ელჩს რუსეთის ფედერაციაში და უკრაინაში ვალერი ჩეჩელაშვილს. მოგესალმებით, ვალერი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენი საუბრის თემა იქნება რა გვეშველება ტრამპის ხელში. მოკლედ, ესეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ტრამპის ბოლოდროინდელი მოქმედებები, ბოლოდროინდელი განცხადებები ძალიან ბევრი პროდასავლურად ვინც იყო განწყობილი ჩააგდო აპათიაში და ვინც პრორუსულად არის ჩვენთან განწყობილი, პირიქით სიხარული მოიცვა ისინი, რომ აი რუსეთი იგებს ომს, დასავლეთმა ხო ამბობდით, დასავლეთი გაწირავს უკრაინას, ჩვენ არ გვიჯერებდით, რუსეთის დამარცხება შეუძლებელია და ეგეთი კომენტარები ამ პრორუსებს უხარიათ. სხვათა შორის მე არ ვიცი რატო, მაგრამ ამ ხელისუფლების მომხრეებსაც უხარიათ, მაგრამ რო კითხო პრორუსები არ არიან, მაგრამ ფაქტია, მათ კომენტარებში გამოჩვივის ეს სიხარული, აი ჩვენც ხო ამბობდით და რაღაცა და ასე გონიათ, რომ ყველაფერი უკვე მორჩა. და უკრაინა გაიწირა. ხონია დეთანხმებით ამ შეფასებას. მადლობა მოწვევისთვის, მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ძალიან საინტერესო ფორმატი, მინდა მოგილოცოთ ეს ფორმატი და სიამოვნებით ვიღებ მონაწილეობას ამ გადაცემაში. რაც შეეხება ახლა ეს არის ფუნდამენტალური საკითხი, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთლიანად მსოფლიოსთვის. ესე იგი, ტრამპის მიერ დაწყებული ამ მსოფლიო ურთიერთობების გადალაგება შეეხება აბსოლუტურად ყველა ქვეყანას, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ფუნდამენტალური პრინციპი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ გლობალური წესრიგი ეფუძნება ტრანსატლანტიკურ სოლიდარობას, ამ ფუნდამენტურ პრინციპს ვერაფერი ვერ შეარყევს. და ეს სოლიდარობა ტრანსატლანტიკური არც ტრამპის მიერ არის დაწყებული და ვერც ტრამპი მას ვერ დაასრულებს. რატო გონიოთ რომ ვერ დაასრულებს? იმიტომ რომ ძალიან ესეთი არის, მონდომებული არის ასე ვთქვათ. ხო, არა, მონდომებული ახლა შეიძლება მასე ჩანს, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმიტომ, რომ ვადევნებ თვალყურს იმას თუ როგორ ხედავს ტრამპი ამერიკას. ამერიკის მომავალი დაკავშირებულია ტრამპისთვის მაგას პრინციპთან. Make America Great Again. და იზოლაციონისტური ამერიკა, დიდი დააბრუნე ამერიკის დიდება. კი ბატონო. და ამერიკის დიდება იზოლაციონისტური პოლიტიკის ფონზე ვერ განხორციელდება. იმიტომ რომ ცალკე თავის საზღვრებში ჩაკეტილი ამერიკა ვერ იქნება ვერც დიდი და ვერც დიადი.
ეს ერთი. ახლა მეორე არის ის, რომ ერთობა ტრანსატლანტიკური და სოლიდარობა არის დაფუძნებული ზიარ ფასეულებათა სისტემაზე. და თუ ვინმეს დღევანდელ სამყაროში გლობალურ მოთამაშეებს ერთმანეთის ესმით, მიუხედავად ყველანაირი თქვათ პრობლემებისა ან სიტუაციური რაღაც გართულებებისა, ეს არის ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები. სხვათა შორის ეს გამოიხატება მათ სავაჭრო ბრუნვაში, რომელიც უტოლდება $1 ტრილიონ, რაც არის მთელი მსოფლიო ვაჭრობის 4% დაახლოებით, ცოტა მეტი. ეს მეორე და მესამე, თვითონ ტრამპის ხასიათი. ტრამპი არის ძალიან ამბიციური, ქარიზმატიული ლიდერი, რომელმაც პრაქტიკულად ხელში ჩაიგდო ამერიკაში დღეს ყველა ზემოქმედების ბერკეტი, თავისი უმრავლესობით სენატში და კონგრესში. ძალიან ძლიერად დაბრუნდა ხელისუფლებაში. და ეხლა ყველა შესაძლებლობა საიმისოთ, რომ განახორციელოს მისი მთავარი პრიორიტეტები. რაც კარგად აქვს ჩამოყალიბებული და მისი ხედვები თავის წიგნში. აი ეხლა მან მივდივარ. ესე იგი, არის ჩამოყალიბებული მაგის ცნობილ წიგნში, რომლის სათაურიც არის The Art of the Deal, ანუ გარიგების ხელოვნება და მთავარი ყველაფერი გარიგებამდე მიდის რა. ხო, მაგრამ მთავარი ტრამპისთვის არის ამ გარიგებებში ორი კომპონენტი, წარმატება და მოგება. და ტრამპსაც ძალიან კარგად ესმის, თუ ის გამოვიდა, ეხლა გადავედით ამ რუსეთ-უკრაინის ურთიერთობების, ასე ვთქვათ, მისეულ პერსპექტივაზე და ასე ვთქვათ, დარეგულირებაზე. მას ძალიან კარგად ესმის, რომ თუ ამ მოლაპარაკების ამ რაუნდიდან გამოვიდა დამარცხებული, ეს არ იქნება მისთვის არც მომგებიანი, არც წარმატება. მაგრამ ამ ტრამპისთვის წარმატება, როგორც ახლა მისი კომენტარებიდან, მისი ადმინისტრაციის კომენტარებიდან ჩანს, არის ომის დასრულება. აი, რა პირობებით დასრულდება ომი? თითქოს ეს მისთვის მნიშვნელოვანი არ არის. თავარია ომი დასრულდეს, იმიტომ რომ გასცა დაპირება წინასაარჩევნოდ, რომ მე ომს მალე დავასრულებ. და მე მექნება შევიშლება, რომ ზადარი რომ რუსეთის პირობებით დაასრულოს ომი. მე რა მოდი გამომიჯნოთ ორი ეს კატეგორია, ომის დასრულება და ცეცხლის შეწყვეტა. დღეს რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის ცეცხლის შეწყვეტის შეწყვეტა. ტრამპის საუბრობს ომის დასრულებაზე. ანუ იქ ნახე რა კომენტარი ომი უნდა დასრულდეს ისე რომ აღარ განახლდეს. ხო, ეს არ არის ომის დასრულება. რატო ამბობს ისე რომ არ უნდა განახლდეს? იმიტომ რომ ცეცხლი არ უნდა განახლდეს და არა ომი. იმიტომ რომ ცეცხლის დასრულება უნდა იყოს იმდენად მყარი, რომ შემდგომში ამ ბარბაროსული რუსული შეჭრის შედეგად წარმოქმნილი ეს საერთაშორისო პრობლემა იყოს მოწესრიგებული არა საომარი მეთოდებით და ინსტრუმენტებით. აი ეს არის მთავარი არსი ცეცხლის შეწყვეტის. ესე იგი, ცეცხლის შეწყვეტამ უნდა გააჩინოს სივრცე საიმისოდ, რომ მშვიდობის პირობებში მოხდეს საბოლოოდ დარეგულირება ამ ომის რუსეთს უკრაინას შორის. და ცეცხლის შეწყვეტის, რა თქმა უნდა, პირობა აქვს მიცემული და ამის მიღწევა, რა თქმა უნდა. მაგრამ ძალიან კარგად ესმის მასაც, რომ უკრაინელების გარეშე ეს ვერ გამოვა. ეხლა ეს ყველაზე ძალიან, ესე იგი, აღმაშფოთებელი იყო, გასაგებია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც არის უკრაინის პატრიოტი და საქართველოს პატრიოტი და მე ამორს ვერ ვყოფ და არ ვყოფ, იმიტომ რომ საქართველოს პატრიოტიზმი ნიშნავს უკრაინის პატრიოტობას. ვიღაცები ამბობენ, რომ პირიქით არის. ვიღაცები ამბობენ, მათ აქვს ამის უფლება, რომ ეს აზრი გქონდეთ, მაგრამ მე ამას ჩემას დაუპირისპირებ და ფიქრობ, რომ ჩემი გამოცდილება უკრაინელებთან ურთიერთობების და რუსებთან ურთიერთობების ორივე ქვეყანაში ელჩი გახდით, მე მაძლევს იმის საფუძველს, რომ ასე ვთქვათ, წარმოვადგინო მყარად ჩემი შეხედულება ამ პრობლემაზე. ხო, ამიტომ ღრმათა ვარ დარწმუნებული, რომ ვინც არის საქართველოს პატრიოტი, ის ერთდროულად არის უკრაინის პატრიოტიც და ამიტომ ძალიან კარგად ესმის ტრამპსაც, რომ უკრაინელების გარეშე და ევროპელების გარეშე ეს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება ვერ იმოქმედებს. მაგალითად, იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იმისთვის, რომ მყარი გარანტია შეიქმნას, უნდა იყოს იქ ასე ვთქვათ, სამხედრო დაძალა უნდა გაჩნდეს უკრაინაში, რომელიც ამერიკული არაო. ხო, ამერიკული არაო, მაგრამ უნდა იყოს ევროპული. ახლა რას ამბობს?
მე გაურიგდები რუსეთს, თქვენს გარეშე, ევროპელებს ეუბნება, მე და რუსეთს შევთანხმდებით რაღაცებზე, იქ უკრაინას გაურიგდები მინერალების მოცემაზე, ანუ მე წავიღებ ამ მინერალებს და თქვენ ევროპელები კეთილნებად და მშვიდობა, ანუ თქვენ ევროპელები არაფერში არ ხართ, არც გარიგებაში მოძლებთ, არც მინერალების და ეს წიაღისეული არ გერგებათ, მე მერგება. სამაგიეროდ ჯარი თქვენ დააყენეთ. ეს რანაირი შეთავაზება. ხო, ეს ასე ვთქვათ, ერთი სფრით ძალიან მარტივად ასეა. მაგრამ პირველი შეთანხმება, რომელიც წარუდგინა ფინანსთა მინისტრმა ამერიკის პრეზიდენტ ზელენსკი არ მიიღო. ხო, და ამაზე გაბრაზდა, ამაზე გაბრაზდა და რატო არ მიიღო? დიქტატორი და რაღაც კლოუნი ეძახა, რომ შეიძლება ომში იყო პრეზიდენტი. კლოუნი არ უთქვია. ნუ ფაქტობრივად ეგრე თქვა რა. თქვა რომ ისე წარმატებული კომიკოსი. საშუალოდ წარმატებული კომიკოსი. სხვათა შორის ზელენსკი არ ყოფილა საშუალოდ წარმატებული კომიკოსი. იყო ძალიან წარმატებული მედია მენეჯერი, რომელმაც სრულიად კანონიერად შექმნა ძალიან სერიოზული კონკურენტული პროდუქტი და მის აქტივებს რაც შეეხება ზელენსკის, ვიდრე გახდებოდა პრეზიდენტი, 40 მილიონი დოლარის მფლობელი იყო და არავის არ დაუსვია არც ერთი კითხვა. სხვათა შორის ამასთან დაკავშირებით, საიდან აქვს ზელენსკის ეს თანხა, იმიტომ რომ ყველაფერი იყო აბსოლუტურად გამჭვირვალედ შექმნილი. ხო, ამიტომ როგორც სხვათა შორის ერთმა უკრაინულმა ბლოგერმა თქვა, ხო, შეფასება ტრამპისო, რომ საშუალო ხარისხის კომედიანტი იყო ზელენსკიო, შეიძლება მართალი არისო, იმიტომ რომ ტრამპთან შედარებით ნაკლებად წარმატებული არის ამ სფეროში. ხო, ტრამპიც კარგად კომიკოსობდა. ხო, შიგადაში. მაგრამ ესე იგი, ხო, ზელენსკიმ სიმტკიცე გამოიჩინა სხვათა შორის. რატო თქვა ვარი? ვარი კი არ თქვა პრინციპში ამ შეთანხმებას. ხა თითქოს ამბობენ რომ შევთანხმდებითო. ხო, ვარი თქვა იმიტომ რომ ამ შეთანხმებას არ მოყვა უსაფრთხოების გარანტიები ამერიკის შეერთებული შტატებიდან. და ეს არის ძალიან კარგი ჭკვიანური მიდგომა, იმიტომ რომ ამაში იკვეთება ის, რომ ამერიკის უსაფრთხოების გარანტიები თანხვედრაში იქნება ევროპის უსაფრთხოების გარანტიებთან და რა თქმა უნდა ეს ამ შემთხვევაში იქნება გაცილებით უფრო მყარი. ეხლა ამის შემდეგ რა მოხდა? სხვათა შორის ეს ბევრმა არ იცის, მაგრამ შეხვედრა მიუნხენის კონფერენციაზე ჯიდი ვენსის გუნდთან ზელენსკის იყო კითხვის ნიშნის ქვეშ. ჯიდი ვენსმა როგორც ამბობენ და მე ვიცე-პრეზიდენტი. ხო, ვიცე-პრეზიდენტი, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, როდესაც მან შეიტყო ის, რომ ზელენსკიმ ვარი თქვა ამ ხელშეკრულების გაფორმებაზე. მე ახლა ასე ვთქვათ, კულუარულად მიღებულ ინფორმაციას, მაგრამ მე ვფიქრობ, ამ წყაროს აქვს დიდი სანდოობა და შეიძლება მას დავეყვნოთ. ესე იგი, ჯიდი ვენსმა განაცხადა, რომ თუ ზელენსკი ამას ხელს არ მოაწერს ისევე დღესვე და იმ ფორმით, როგორც წარუდგინა მას ფინანსთა მინისტრმა, მე მას ვერ არ შევხვდები. თქვა ჯიდი ვენსმა. ეს ამერიკელებმა გადასცეს, მიუტანეს ეს ამბავი ზელენსკის და ზელენსკიმ თქვა, ნუ კარგი, მაშინ არ შევხვდეთ. შემდეგ ეს ამბავი მიუტანეს უკან ჯიდი ვენს. და მან თქვა, რა თქვა ზელენსკიმო, არ შემხვდებაო? ხო, ასე თქვა, რომ თუ არ უნდა არ შევხვდებიო და შეხვედრა მაინც შედგა. ეს ერთი. ეხლა მეორე. ძალიან გაცეცხლებული იყო. ხო, გაცეცხლებული. მარკო რუბიომას თქვა, რომ ტრამპი არის გაბრაზებული ზელენსკიზე, მეც ვეთანხმები, იმიტომ რომ ჩვენი ფინანსთა მინისტრი ჩავიდა და არაფრის გარეშე დაბრუნდა. ხო, ეხლა ნახე რა ხდება. როდესაც პოლიტიკოსები ამ დონის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი ოპერირებენ რაღაც გარემოებებით და ციფრებით განსაკუთრებით, ხო? ეს უნდა იყოს დაფუძნებული სრულ, ასე ვთქვათ, ჭეშმარიტებაზე, ხო? არ შეიძლება მანიპულირება. მაგალითად, ის რომ მოახსენეს ტრამპს, რომ ზელენსკი არ შეხვდა ფინანსთა მინისტრს, ხო, ეს არის ტყუილი. და სამწუხაროდ შეხვდა, ხელცარიელი გამოუშვა. ხო, მაგრამ ტრამპმა თქვა, რომ ჩვენ ფინანსთა მინისტრს არ შეხვდა ზელენსკი. მას 4% აქვს რეიტინგიო. ხო, და მეც მაგას ვამბობ ზუსტად და როდესაც ამას ამბობს პრეზიდენტი, ის უნდა ეყრდნობოდეს ძალიან, ასე ვთქვათ, ფუნდამენტალურად გადამოწმებულ ინფორმაციებს. შესაბამისად, ეს ინფორმაცია სწორედ ტრამპამდე ვერ მიიტანეს. ვერც იმან, ვინც უთხრა, რომ ფინანსთა მინისტრი არ შეხვდა ზელენსკის, იმიტომ რომ არსებობს ფოტოები.
ამ საუბრების, ამსახველი და ვიდეოები. ის ვინც უთხრა რომ 4% აქ მხარდაჭერა და ამით სხვათა შორის ზელენსკის ძალიან კაი სამსახური გაუწიეს, იმიტომ რომ 1-20-30%-ით ერთბაშად აიწია ზელენსკის ნდობის ხარისხმა უკრაინის საზოგადოებაში. ამ მერწმუნეთ მე ბევრს ვიცნობ და ბევრს ველაპარაკები უკრაინაში და დღეს რო ჩატარდეს არჩევნები უკრაინაში, ხო? მინიმუმ 75%-ის მობილიზაცია შეუძლია ზელენსკის თავის სასარგებლოდ. ხო, რაც შეეხება რუბიოს რა თქმა უნდა გუნდის წევრია და მანდაც თქვა ის რომ გაბრაზებულია, მაგრამ თუ დააკვირდი, რა ციფრი დაასახელა რუბიომ დახმარების. რუბიომ დაასახელა, ხო, რომ ის 200 მილიარდი რომელიც ჩვენ ხო ამიტომ ესე იგი ტრამპის 350 მილიარდი არ არის ის 200 მილიარდი რომელიც თქვა რუბიომ და რომელიც ასევე არ არის სწორი. უფრო სწორია ოღონდ სანახევროდ. და რატომ? იმიტომ რომ ბიუჯეტის სისტემა ისე არის მოწყობილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ უკრაინის ხოლგის ქვეშ არის გათვალისწინებული ბევრი თანხის გამოყოფა სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც ყოველთვის უკრაინაზე არ არის მიმართული. მაგალითად, ამ 200 მილიარდიდან, რომელიც ახლოს არის ჭეშმარიტებასთან, საკუთრივ 100 მილიარდი ნამდვილად უკრაინაში წავიდა, ეს აღიარა ზელენსკიმაც 67 მაგრამ ნახევარი მოვიდაო ჩემთან. ხო და ნახევარი, იცით რატომ მოვიდა ნახევარი? იმიტომ რომ მეორე ეს 100 მილიარდი იყო ამერიკული ჯარების გადალაგებასთან, დაბინავებასთან და შეიარაღებასთან დაკავშირებული ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში. იარაღი მიეწოდა უკრაინას და ის იარაღი კიდე ამერიკაში იყიდეს, ანუ ამერიკაშივე დაიხარჯა. კი, რა თქმა უნდა, დაიხარჯა კი არა მხოლოდ. ესე იგი, ამ 67 მილიარდის წყალობით ეს ძველი არსენალები, რომელიც ჰქონდა, მაგალითად, ავიღოთ მარტივი მაგალითი F-16 და F-35, ხო? ეს F-16-ები, რომელიც მიეწოდა უკრაინას, ჩანაცვლა F-35-ებით და ამის დაფინანსება, თუნდაც ნაწილობრივ მოხდა ამ თანხის მეშვეობით. ისევე როგორც პეტრიოტის სისტემები და ასე შემდეგ. ანუ ეს თანხები დიდწილად ჩაიდო ამერიკის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში. ხო. ეხლა, როდესაც ეს ყოველივე არის, ზელენსკის შეფასება, რომ სამწუხაროდ, ესე იგი, დეზინფორმაციურ ამაზე გაბრაზდა, მაგრამ ის რა ქვია. ეხლა შეიძლება როგორ გამოვიდა? ენას ნუ ატლიკინებსო ქართველები რომ დაახლოებით აგეთი პასუხი გასცეს. კი ბატონო, მაგრამ ამ შემთხვევაში ტრამპმა მისცა საშუალება რომ ზელენსკის ეს შეფასება საკმაოდ დიპლომატიური გაეკეთებინა, რატო? იმიტომ რომ კონკრეტული ციფრები დაასახელა, რომელიც არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს. არა მარტო ციფრები, ნარატივები გაიმორა რუსული. ანუ მან გაცხადებაში ყველაფერი, რასაც რუსები ამბობენ, რომ ზელენსკი კლოუნია, არჩევნები ჩაატარო სწორი დიქტატორია, 4% აქვს რეიტინგი, კიევის რომ უნდადეს რუსეთი დღესვე გაანადგურებდა და სხვა ქალაქებსაც აიღებდა და დღესვე დაამთავრებდა ომს. ანუ რუსებმა რაც მოუყვნენ, იქ მე მგონი ელ-რიადის შეხვედრაზე ყველაფერი გაიმეორეს. ანუ რუსული, ასე ვთქვათ, ნარატივი გაიმეორა ამერიკის პრეზიდენტს. ეს არის ზუსტად რაც გვაშფოთებს, ზუსტად ეს არის. მაგრამ ეხლა დაუბრუნდეთ იმას, თუ რაც წარმოადგენს ამერიკის საერთოდ პოლიტიკური სისტემა, ხო? ამერიკის პოლიტიკური სისტემა არის კარგად ინსტიტუციონალური სისტემა, ეს როგორც სახელმწიფო მოწყობის თვალსაზრისით, ასევე პარტიული მოწყობის თვალსაზრისით, ისევე როგორც რესპუბლიკურ პარტიაში შიგნით არის ხალხი, რომელსაც აქვს საკმაოდ კარგად მტკიცედ ჩამოყალიბებული საკუთარი ფასეულობების პრიორიტეტები. და ეს რესპუბლიკელები უკვე დღეს არ ერიდებიან კრიტიკას ტრამპის მიმართულებით. ეხლა, რა თქმა უნდა, დღეს ტრამპს აქვს ყველა შესაძლებლობა, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი, ის რა თქმა უნდა იძულებული იქნება, რომ გაუწიოს ანგარიში, როგორც რესპუბლიკურ პარტიას, ასევე ამერიკის პოლიტიკურ სისტემას და აი ამ ვითარებაში ეს ტრანსატლანტიკური სოლიდარობა ევროკავშირთან და ნატოსთან არის ის გადამწყვეტი კომპონენტი, რომელზეც ვარის თქმა არანაირად არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს შესაბამისად შეასუსტებს ასევე მის პოზიციებს რუსეთთან მიმართებაში და ვერაფერს აქედან ვერც მოგებას და ვერც წარმატებას ტრამპი ვერ მიიღებს. გამოითქვა ვარაუდი, რომ ტრამპს ურჩევნია რუსეთთან დავაგდეს იმის შიშით, რომ რუსეთი არ დავაგდეს ჩინეთთან. ანუ რუსეთ-ჩინეთის კავშირის გაწყვეტისთვის მზად არის უკრაინა გაწიროს. ოღონდ რუსეთთან დავაგდეს, რომ რუსეთი და ჩინეთი არ გაერთიანდნენ. ეს არის ერთ-ერთი თეორია, რომელსაც ამართებენ ახლა. ხო, ეხლა მაშინ აი ტრამპის ადგილას ნებისმიერი ადამიანი პირველ რიგში
ხო? აი მისთან კომბინაციაზე მუშაობის დროს რუსებთან, ხო? დაეკითხებოდა ალბათ იმ ხალხს, რომელთაც აქვთ რუსეთთან მოლაპარაკების ხანძლივი გამოცდილება. და რომლებიც ძალიან კარგად მაგალითებით რესპუბლიკელი იქნება ეს თუ დემოკრატი თუ უბრალოდ სპეციალისტი საერთაშორისო ურთიერთობების ან რუსეთის სპეციალისტი ძალიან კარგად აუხსნიდა თუ რატომ არ შეიძლება ენდო რუსეთის მიერ მოცემულ სიტყვას ან თუნდაც ხელმოწერილ დოკუმენტს. იმიტომ რომ რუსეთის ადმინისტრაციას არა მხოლოდ ელცინის, არამედ პუტინის პირობებში მთელი შლეფი აქვს იმ გადაწყვეტილებების, რომელზეც აქ ხელი მოწერილი, მაგრამ აქ მერე ძალიან მარტივად დარღვეული. და ეს ეხება არა მხოლოდ უკრაინასთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან, ან სომხეთთან, ან ბელორუსთან ურთიერთობებს, თუნდაც ეს ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებსაც. და ამითი манипуლირებას რუსეთი ყოველთვის ახდენდა. ამიტომ ფსონის დადება ამერიკელების მხრიდან და ტრამპის მხრიდან იმაზე, რომ პუტინი რაღაცას დაპირდება და მე უპირობოდ ამას შეასრულებს და ჩაებმება ამერიკის მხარეს თამაში ჩინეთის სასარგებლოდ, მე ვფიქრობ ეს არის ძალიან მეამიტური ხედვა, რომელსაც კარგი ანალიზის შედეგად ის ინსტიტუტები ამერიკული, ხო, რომელიც 10 წლეულობით მუშაობენ რუსეთის პრობლემაზე, ძალიან კარგად მას აუხსნიან. ეხლა ბოლო დღეებში ის უნდა ვთქვათ, რომ გამოჩნდა უკვე გარკვეული რაღაც ოპტიმისტური ნიშნებიც იმასთან დაკავშირებით, რომ ეს დაძაბული ერთობას ეს ვითარება ბრუნდება თავის ნორმალურ კალაპოტში. პირველ რიგში მე მაქვს მხედველობაში წარმატებული მოლაპარაკებები სპეციალური წარმომადგენლის გენერალ კელოგის ზელენსკისთან და როგორც ნიუ-იორკ ტაიმსი წერს და ეს არის ძალიან კარგად ინფორმირებული გამოცემა, მინერალების შეთანხმება ძალიან ახლოს არის ხელმოწერასთან, ეს ერთი და მეორე გაეროს გენერალურ სესიაზე მომზადებული 24 თებერვლის 3 წლის თარიღთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუცია ამერიკელების მიერ, რომელიც იქნება პირველი შემთხვევა იყო, რომ გაეროს რეზოლუციას უკრაინის თემაზე ამერიკა არ როგორც სპონსორი არ უერთდებოდა. ეხლა თქვენს რომ ჩვენ დავაინიციირებთ მასე არ იყო, კი არ უერთდებოდა როგორც სპონსორი. ამბობდნენ ესეც დიპლომატიური კულუარებიდან გაეროდან გამოვიდა ეს ინფორმაცია, რომ არ ეთანხმებოდნენ იმას, რომ ჩაწერილი იყო გაეროს რეზოლუციაში რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინასთან მიმართებაში. რატო? ხო, აი რატო? კაი კითხვაა, რატო? მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამას დანარჩენი, ვთქვათ, სერიოზული მოთამაშეები, მათ შორის უშროების საბჭოს წევრები, ისეთი როგორც არის საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, ამას ნამდვილად არ დაეთანხმებოდა, რო არ ვთქვათ, რომ საერთოდ ფართო კონსენსუსი არსებობს გაეროში იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა არის მსხვერპლი და რუსეთი არის აგრესორი. აი კიდე მე ერთი თემა, რომელიც რუსული ნარატივი გაიმეორა ტრამპმა იმ თავის გამოსვლაში, როცა ფაქტობრივად განაცხადა, რომ ზელენსკის დააბრალა ომი. ზელენსკის დააბრალა ომი, რასაც აკეთებდნენ, რა ვიცი, პრორუსები და აქ ჩვენთან ჩვენი ხელისუფლება და პრორუსები, რომ ზელენსკის ბრალია ეს ყველაფერი. მას შეეძლო ომის თავიდან არიდება თუ. ხო, ეხლა ყველაზე კარგად ჩვენ ვიცით და უკრაინელებმა როგორ შეეძლო ან არ შეეძლო ზელენსკის თავის არიდება. რა თქმა უნდა, ზელენსკის შეეძლო თავის არიდება, მაგრამ ამისთვის უნდა დათანხმებოდა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებაზე, მედვედჩუკის პრეზიდენტობაზე. მაგას ითხოვდა ყველაფერს. ესენი ამბობენ, რომ აი ნატოზე უარი რო ეთქვა, აი ჩვენებს რო კითხო საქართველოში მაგალითად ხელისუფლების მომხრეებს ან ხელისუფლების წევრებს. აი ზელენსკის და ბაიდენიც მაგას იმას ტრამპიც მაგას ამბობს, რომ აი ნატოზე რაღაცა უარი ეთქვა და პუტინი ამით მაყოფილი. ეს არის იმ ხალხის მოსაზრება, რომელიც ზედაპირულად აფასებს საერთოდ რუსეთის პრიორიტეტებს რეგიონში და ის თუ რა უნდა რუსეთს და მე ურჩევდი ამ ხალხს, რომ ძალიან ყურადღებით მოусმინონ ბატონ პუტინს პირველ რიგში. მის გამოსვლებს, მიუნხენის ცნობილი გამოსვლიდან დაწყებული და სახელმწიფო სათათბიროში გამოსვლები დამთავრებული, სადაც ადამიანი პირდაპირ ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის ნგრევა იყო მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური ტრაგედია და როდესაც ლაპარაკობს რუსეთის საზღვრებზე, ამბობს, რომ ეს არ არის მხოლოდ საბჭოთა კავშირი, ეს არის რუსეთის იმპერია მე-18-19 საუკუნის მიჯნებზე და მაშინ ფინეთი და პოლონეთი და ასე ვთქვათ, ბევრი სხვა ქვეყანა იყო რუსეთის შემადგენლობაში. ის ხალხს უსვამს იმას, რომ რუსეთის საზღვრები ასად არ მთავრდება და ეს არის მისი მხოლოდ
ასე ვთქვათ, პოლიტიკური შეფასებები, სადაც რაც შეიძლება ჩვენ მივიღოთ როგორც მისი გარკვეული პოლიტიკური მოქმედებების გეგმა. როცა გამოვიდა ომის დაწყების წინ პუტინი რაზე ილაპარაკა, რომ საბჭოთა კავშირიც კი არ არისო, ჩვენი ნოსტალგიაო, ჩვენი ნოსტალგია არის რუსეთის იმპერია. ხო და მეც ამას ვამბობ, რომ აი ეს ხალხი, რომელიც ამბობს, რომ მხოლოდ ეხლა კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან მაგასთან დაკავშირებით, ხო? მოლდოვა არის კონსტიტუციურად ნეიტრალური სახელმწიფო, რომელსაც არასდროს არ განუცხადებია ნატოში გაწევრიანების სურვილი. არასდროს. კონსტიტუციაში აქვს ჩაწერილი, რომ არის ნეიტრალური ქვეყანა. რა მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყო ხელი რუსეთმა ამის ხარჯზე? თუ შეწყვიტა თავისი ეს პროვოკაციული რაღაც მოქმედებები დნესტრისპირეთში თავისი იქ განლაგებული არმიის მეშვეობით. ეხლა, როდესაც ამბობენ, რომ რუსები სხვათა შორის პესკოვმა განაცხადა, ეხლა ხო ნატოა ჩვენი მთავარი პრობლემა და თუ გადაწყვიტავს უკრაინა შევიდეს ევროკავშირში, ეს არანაირი პრობლემას არ წარმოადგენსო. ეს არის მორიგი ტყვილი და შესაძლოა, იმიტომ მაიდანი ევროკავშირის გამო არ მოხდა. აი ზუსტად თუ ევროკავშირი რუსეთისთვის პრობლემა არ არის, მაშინ მოეწერა მიანუკოვის ხელი ასოცირების ხელში, რომ არც მაიდანი მოხდებოდა. არც მაიდანი მოხდებოდა და არც არაფერი. ზუსტად მათ მივდივარ და მე რომ უკვირდები, ასე ვთქვათ, ჩემ ურთიერთობებს რეტროსპექტიულად რო ანალიზებ რუსებთან, მე ხვდები, რომ უფრო დიდი საშიშროება რუსეთისთვის არის ევროკავშირი ვიდრე ნატო. და რატო არის ასე? იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ ვთქვათ, ევროკავშირი რას ნიშნავს? ევროკავშირის სივრცეში გაწევრიანება ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა აკმაყოფილებს აბსოლუტურად განსხვავებულ სტანდარტებს. ადამიანის უფლებები, არჩევნები, ასე ვთქვათ, პოლიტიკური პროცესი, დემოკრატიული ქვეყანა და ასე შემდეგ და ეს ნიშნავს უპირობო წარმატებას და ამ წარმატების მაგალითები გვაქვს ჩვენ თვალწინ, ხო? ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ავიღოთ პოლონეთი ან ბალტიის ქვეყნები. ჩვენ რამოდენიმე დღის წინ ჰქონდა კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა პოლონეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს ევროკავშირში. და იქ სხვათა შორის პოლონეთის ახალმა ელჩმა ბატონმა არტურ გემბალმა ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, მაგალითები მოიყვანა. მან თქვა, რომ 1990-ში პოლონეთის შიდა ეროვნული პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე იყო უფრო ნაკლები ვიდრე საქართველოში. იმიტომ რომ პოლონეთში მძვინვარებდა ძალიან მწვავე კრიზისი, მაშინ გახსოვთ თქვენ ეს იარუზელსკის პერიოდი და ასე შემდეგ, ხო? ეხლა სად არის პოლონეთი? ეხლა პოლონეთი არის წამყვანი ეკონომიკების ოცეულში. ესტონეთი, რომელსაც დაახლოებით იგივე განვითარების დონე ჰქონდა რაც საქართველოს. მას შემდეგ რაც გაწევრიანდა ევროკავშირში, მისი ერთ სულ მოსახლეზე შიდა ეროვნული პროდუქტი გაიზარდა $32,000-მდე და ჩვენი არის $8,000-ზე ცოტა მეტი, ანუ 4-ჯერ უფრო აღემატება ესტონეთში ცხოვრების დონე საქართველოში დღევანდელ ცხოვრების დონეს, ხო? ეს ნიშნავს რა არის ევროკავშირი. ეხლა ესტონეთი შეიძლება დიდი მაგალითი ვერ იყოს რუსეთისთვის, მაგრამ წარმოიდგინე რა ხიფათად აღიქვამს პუტინი და პუტინისტური რუსეთი წარმატებულ, განვითარებულ უკრაინას, ეს იქნება უდიდესი გამოწვევა რუსეთისთვის, პუტინის გადმოსახედიდან. რატო? იმიტომ რომ რუსები დასვამენ ლეგიტიმურ კითხვას, თუ უკრაინას შეუძლია რომ განახორციელოს ეს დემოკრატიული ცვლილებები, განვითარება და მიეღწეოს ამ დონის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, ჩვენ რატო არ ვაკეთებთ ამას? ეს ერთი და მეორე, მას ვერ წარმოუდგენია რუსეთს, რომ ყოფილი საბჭოთა ქვეყნები აღმოჩნდნენ სადმე სხვა ბანაკში. აი ეგ არის, ანუ ის კი არ არის უსაფრთხოება, მისთვის პრობლემა, რომ ნატო იქნის ჩვენთვის არის უსაფრთხოების პრობლემა. თუ უსაფრთხოების პრობლემაა, ფინეთი რო გაწევრიანდა ნატოში, რატო არა გაქვს პრობლემა? არ ვიცი, პეტერბურგიდან მე მგონი მართლა 40 კილომეტრია ფინეთის საზღვარი. ეს უფრო დიდი პირდაპირ პეტერბურგთან არის ფინეთის საზღვარი. ანუ გამოდის რომ ფინეთი რო გაწევრიანდა ნატოს საზღვარი გადის პეტერბურგთან. ეს რატო არ უქმნის პრობლემას? ან მეორე მაგალითი. წყნარად თუ ნატო არის საზღვართან პრობლემა. ვინ არის შავ ზღვაზე, ვის მიიჩნევს დღეს რუსეთი მის თავარ პარტნიორად? თურქეთს. თურქეთი ნატოს წევრია. ხო, აი ზუსტად მანდა ვარ მეც რომ ეს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები არის განსაკუთრებით გამაღიზიანებელი ფაქტორი და ეს იქამდე მიდის მე ხო და ბევრი 25 წლის განმავლობაში ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს რუსეთთან სხვადასხვა ფორმატებში და ყოველთვის გრძნობდი თითქმის ყოველთვის მცირეოდენი გამონაკლისების გარდა, როდესაც მეორე მხარეს მართლა ძალიან ინტელიგენტი და ძალიან
ну მაგალითად იგორ ივანოვი იყო ამისთან საგარეო საქმეთა მინისტრი, ხო? ის განსხვავებული ადამიანი იყო და მასთან შეიძლებოდა ბევრი პრობლემის გადაწყვეტა, მაგრამ ძირითადად ვინც იჯდა იქეთ მხარეს და განსაკუთრებით ეს ეხებოდა აი საშუალო დონის დიპლომატებს და პოლიტიკოსებს, ხო? აშკარად ეთყობოდათ, რომ ამ მხარეს უბრალოდ ქართული დროშა თავისი არსებობით, აი თავისი ობიექტურობით, უბრალოდ ეს დროშა აღიზიანებდა და ამას ეს იყო სხვათა შორის ჩვენი დროშა იმდენად კიდევ არ აღიზიანებდათ, როგორც უკრაინელების დროშაზე საერთოდ. ხო, ანუ პირდაპირ თქვა პუტინმა, რომ უკრაინა ასეთი ქვეყანა არც არსებობდა. ხო, ასეთი ქვეყანა არ არსებობდა. ჩვენები ეთახმებიან ახლა ხელისუფლების პროპაგანდისტი შალვარამიშვილი გამოვიდა და მართალია რუსეთის პრეტენზიაო, მისიაო უკრაინაო. ხო, ну ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ის ხალხი, რომელიც ამაზე საუბრობს, იმან არ იცის არც უკრაინის ისტორია, არც უკრაინის კულტურა და არც უკრაინის ენა. და სხვათა შორის უკრაინული ენა ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტალური არგუმენტი ამ კამათში, იმიტომ რომ უკრაინის ენა არის საწყისი სლავური ენების და ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვანთ ამასთან დაკავშირებით. თუ თქვენ ძალიან კარგად იცით რუსული, თქვენ შეიძლება გაიგოთ უკრაინული, მაგრამ ვერ გაიგებთ პოლონურს. მაგრამ თუ თქვენ ძალიან კარგად იცით უკრაინული, თქვენ გაიგებთ პოლონურსაც, ჩეხურსაც, რუსულსაც, ბულგარულსაც, ეს იმას ნიშნავს, რომ ესე იგი საწყისი და პოზიციონირება უკრაინის ენის ამ სლავურ სამყაროში არის ცენტრალური. ამას წინათ კითხულობდი, რომ უკრაინული ენა რუსულთან რაღაც 60%-ით არის თანხმედრაში და პოლონურთან არის 80%-ით თანხმედრად. ხო. თანხმედრაში ჩეხურთან რაღაც 70%-ით. ხო და ეს არის ბელორუსულ ენასთან 80%. ანუ ყველაზე ნაკლებად არის რუსულ ენასთან თანხმედრაში. ხო, მაგრამ ეს ერთი მხარე და მეორე მხარე არის ის, რომ ეს ადასტურებს ჩემ მოსაზრებას, რომ პოზიციონირება უკრაინული ენის არის სადღაც ამ სლავური ენების შუაში და ეს ძალიან მარტივად ხაიხსნება. იმიტომ რომ ეს მოდის თავისი ფესვებით კიევის რუსიდან, რომელიც იყო ყველაზე ძლიერი სახელმწიფო. ხო, რუსეთი იყო მერეძა. ხო, ესე იგი, რო იყო კიევის რუსეთი, ხო და კიევი რო იყო ერთ-ერთი ულამაზესი და ერთ-ერთი ყველაზე მეტად განვითარებული ქვეყანა მაშინ ევროპაში, სხვათა შორის თბილისთან ერთად. იმიტომაც იყო ეს კავშირები იქიდან კიევის რუსათა და აღმაშენებლების დავით აღმაშენებლების საქართველოს შორის. მაშინ აი ამ პერიოდიდან მხოლოდ 4 საუკუნეში გაჩნდა პირველი ქვის შენობა მოსკოვში. და ეს არის ზუსტად რომ მოსვენებას არაძლევს პუტინს. და ამიტომაც ესე იგი უკრაინის დაპყრობა არამხოლოდ ფიზიკური დაპყრობაა ტერიტორიის, უკრაინის ისტორიის ჩანაცვლება უნდა რუსული ისტორია. ამტკიცებია რომ იქიდან წამოვიდა რუსეთი, მაგრამ ამასთანავე კითხულობდი ასევე რომ ეს კიევის რუსეთის ტერმინიც მოგვიანებით არის შექმნილი სადღაც მე-18 თუ მე-19 საუკუნეში, ანუ თავი მაშინ არ ერქვა იმას ერქვა კიევის კნიაჟესტვად როგორც არის, ხო, დიდი ასე ვთქვათ ხო, ну მოკლედ ეხლა არ ერქვა კიევის რუსეთის და ერქვა მერე ისტორიკოსებმა დაარქვეს. ანუ ახლა მაგრამ ისტორიაში რო არ გადავიდეთ, მასე პუტინმაც თუ ჩვენ ვიტყვით რომ აი პუტინ რუსეთს სრული უფლება აქვს უკრაინაზე, რადგან თავისად მიაჩნია, მაშინ რუსეთს თავისად მიაჩნია საქართველოს. მაგ ლოგიკით. ჩვენ ხო გვახსოვს 3 წლის წინ იყო თუ 4 წლის წინ პუტინმა ერთ-ერთ ჟურნალისტს რო უთხრა, რა საქართველოს იყავ, თქვენ საქართველოს კი არა, თბილისის და ქუთაისის გუბერნია იყავით. აი ეს დამოკიდებულება აქვს რუსებს ჩვენს მიმართ, რომ ჩვენ საქართველოს კი არ ვართ, თბილისის და ქუთაისის გუბერნია ვიყავით და ასე უნდა შეიძლება მომავალში ასეც უნდა განვიხილავენ მათ შემადგენლობაში. უბრალოდ აქ ჩვენ რა გვაქვს ძალიან სერიოზული კოზირები რა არის ჩვენ მხარეს. ჩვენი ენა და ჩვენი ლიტერატურა. ხო, მაგრამ ეგ როცა ჭირდებათ, მაშინ ენაზე აკეთებენ აპელირებას. ხო, და როცა არ ჭირდებათ, მაგრამ ვერაფერს ვერ უშვებიან იმას, ვერაფერს ვერ უშვებთ, სხვათა შორის ძალიან აღიზიანებთ. რომ საქართველოს არის ძირძველი ქრისტიანული ქვეყანა, ხო, სადაც და ჩვენ გვაქვს ჩვენი კულტურა, ჩვენი ენა და ასე შემდეგ, ამას ვერაფერს ვერ უშვებიან და მაგრამ რო აღიზიანებთ ეს იმაშიც გამოიხატება, როგორ ექცეოდა რუსეთი საქართველოს დაპყრობის შემდეგ, მე-19 საუკუნის დასაწყისიდან, ხო, ვიდრე საქართველოს ეკლესიას, როგორ გააუქმა ჩვენთან ავტოკეფალია, როგორ ნიშნავდა ჩვენთან ეგზარხოსებს, რომლებიც იყვნენ გამოირჩეოდნენ, ასე ვთქვათ, სიძულვილით ქართული კულტურის მიმართ, როგორ ათეთრებდნენ კირით ჩვენ უძველეს ფრესკებს, იმიტომ რომ ეს აღიზიანებდათ
ვინაიდან ეს იყო დადასტურება პირველი ძალიან ნათელი იმისა, რომ ჩვენ ძირძველი ქრისტიანული ქვეყანა ვართ და როგორც ცდილობდნენ რუსიფიცირებას. და საიდანაც მოდის ეს კონცეფცია, რომ თბილისის გუბერნია, ქუთაისის გუბერნია და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ეს არ გამოუვიდათ, რატომ? იმიტომ რომ ქართული გენი, ქართული კულტურა და ქართული ენა, ქართული დამწერლობა არიან ადამიანები, ვინც დღესაც ფიქრობენ, რომ რუსეთის პრეტენზიები ამ რეგიონზე, ყოფილ სოციალურ კავშირზე არის სამართლიანი და აბა რა გონიათ ეხა ამერიკას დაუთმობს ხო საქართველოს ეს მისი პრეტენზიები არის ფიქრობ რომ სამართლიანი და ჩვენ მას უნდა შევეგუოთ იმიტომ რომ რუსეთი დიდია ჩვენ ვერ დავამარცხებთ რუსეთი არ დაუშვებს იმას რომ აქ ამერიკა შემოვიდეს და ამიტომ სხვა რა დაგვრჩენია ხა ხო არ გავწყდებით მოდით ისე დავთანხმდეთ ყველაფერზე რუსეთს და შეიძლება ამაში ლოგიკა იყოს ასე კი ბატონო მე რატო ვერ ხედავ რუსეთი კი არ გვიყვარს და მოუგწონს მაგრამ სხვა გზა არ აქვს მე მაგაში მე ლოგიკას ვერ ხედავ და რატო აი ჩვენ სამეზობლოში ერთ მაგალითი მინდა მოვიყვანო აზერბაიჯანი როგორ მოახერხა აზერბაიჯანის ხელმძღვანელობამ და აზერბაიჯანის დიპლომატიამ საკუთარი საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტების უზრუნველყოფა და განხორციელება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ჩათვლით და როგორი პრინციპულია ამის ფონზე რუსეთის მიმართ გაიხსენეთ ეს ბოლო დროზე გეტყვია რომ სამაგეროთ აზერბაიჯანი არ მიდის ნატოში არ მიდის ევროკავშირში და არ აღიზიანებს ამ რუსეთს ჩვენც ეგრე მოვიქცეთ უარი ვთქვათ ნატოზე ევროკავშირზე ხო მაგაზე მაგ პასუხზე მე მოლდოვის მაგალითს მოვიყვანთ ისევ მაგრამ აქ რა მინდა ვთქვა ესე იგი ის ხალხი რომელიც ამბობს რომ აი მაგ კონცეფციას არ ვითარებს ქვეცნობიერად ალბათ ისინი ფიქრობენ მერაბ რომ შესაძლებელია რუსეთთან ამ ურთიერთობების დალაგება და იმ საქართველოს შენარჩუნება, რომელიც ჩვენ გვიყვარს, რომელიც არის ნათელი, ლაღი, გახსნილი ქვეყანა, ლიბერალური ეკონომიკით, ადამიანის უფლებები და ასე შემდეგ. და მე მინდა ვთქვა, რომ ეს არის ილუზია, მეგობრებო. რუსეთი ამისთანა საქართველოს არ შეეგუება. რუსეთს მიაჩნია, რომ მისი პარტნიორი ან უნდა იყოს ყველაფერში მასთან დაქვემდებარებული სუბიექტი თავისი ცხოვრების წესით ანუ რუსული პოლიტიკური ცხოვრების წესი უნდა იყოს გადმოღებული საქართველოსთვის ეს შემიძლია დავადასტურო ორი ქვეყნის მაგალითით სომხეთით და ბელარუსით რატო არის ბელარუსი ამისთანა ყურმოჭრილი ასე ვთქვათ მეკავშირე რუსეთის იმიტომ რომ პოლიტიკური რეჟიმი ბელარუსში არის კალკირებულად გადმოღებული პოლიტიკური რეჟიმი რუსეთიდან და რატო აქვს სომხეთს პრობლემები რუსეთთან იმიტომ რომ ფაშინიანი შეიძლება ის აკრიტიკოს ბევრს არ მოწოდეს მაგრამ ის არის ადამიანი რომელსაც ჯერავს დემოკრატიის რომელსაც არ ეშინია არ პატიობენ იმას რომ შეცვალა აი ეს კორუმპირებული რეჟიმი რომელიც რუსეთს მოწონს ხო და ამას არ პატიობენ მაგრამ პაშინიანს ის რო შეეცვალა და ჩაენაცვლა და გამختارიყო ზუსტად ისეთივე რეჟიმი როგორც მისი წინამორბედები იყვნენ მაშინ პრობლემა არ ექნებოდა რუსეთთან მაგრამ პაშინიანი არის ადამიანი რომელსაც ჯერავს დემოკრატიის და რომელსაც არ ეშინია არჩევნების და რომელიც არ კლავს საკუთარ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს არ ყრის მათ ციხეში და არ აძევებს მათ ქვეყნიდან და ამიტომ ფილოსოფია ურთიერთობების პაშინიანთან ვერ ლაგდება პუტინის აზერბაიჯანის თემას რაც შეეხება ხა აზერბაიჯანის იმის უფუნება აქვს რომ თქვას უარი ნატოზეც და თქვას უარი ევროკავშირზეც მარტო იმიტომ კი არა რომ ნავთობი აქვს არამედ იმიტომ რომ თურქები არიან თვითონ ფაქტობრივად ხო თურქული წარმოშობის ხალხია და თურქეთთან აქვს სტრატეგიული ურთიერთობა ანუ რუსეთი აზერბაიჯანს ვერ გადაყლაპავს ისე როგორც ჩვენ გადავყლაპავს იმიტომ რომ აზერბაიჯანს გვერდით უდგას თურქეთი და ფაქტობრივად თურქეთთან მოუწევს მე რუსეთს დაჯახება. ჩვენ ასეთი პარტნიორი არ აქვს. ხო, შესაბამისად რას ნიშნავს ეს? ჩვენ თუ აღმოჩნდება რომ ევროკავშირსაც ჩავეხსნებით, ნატოს ჩავეხსნებით, აღმოჩნდება რომ სრულიად მარტო რჩებით რუსეთის წინაშე. ჩვენ გადაყლაპვა იქნება დროის საკითხი. ხო, მე ნებამომეცი რომ შენი თეზი განვავითარო ახლა მე. ეს არ არის მხოლოდ თურქეთი. ეს არის დიდი ტურანის პროექტი. სადაც არის ინტეგრალური ნაწილი აზერბაიჯანის ეს არის თურქულ-ერევანის სივრცე რომელიც მოიცავს გაცილებით უფრო დიდ სივრცეს ვიდრე თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა თურქმენეთი და ასე შემდეგ თურქმენეთი მაგრამ აქ არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი პაკისტანი თავისი ბირთვული იარაღით და ეს უდიდესი ამიტომ ეს არის გარანტია ხო ესე იგი შუშის დეკლარაცია
არის სიღრმისეული სტრატეგიული პარტნიორობა გაფორმებული თურქეთთან, რომელიც არის ნატოს წევრი ქვეყანა. ჩვენ ამისთანა ხელშეკრულება არც ერთ ნატოს ქვეყანასთან არ აქვს. არც ერთთან. და აბსოლუტურად გეთანხმები, რომ ის არის აზერბაიჯანის დიდი ქოლგა. ხო? ტურანის პროექტი თავისი თურქული და პაკისტანური კომპონენტით. ჩვენი ქოლგა დიდი არის ის, რაზეც შენ ამბობ, ეს არის ევროატლანტიკა და ეს არის ევროკავშირი. ეს არის სინამდვილეში ჩვენი გარანტიები, ჩვენი მშვიდობის, ჩვენი უსაფრთხოების, ჩვენი კეთილდღეობის და ჩვენი განვითარების. კი ბატონო. და ამას თუ ჩავეხსენით და დავჭით ერთ-ერთზე რუსეთთან, ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გვექნება საიმისოთ, რომ საკუთარი თავი დავიცვათ და მაშინ უნდა ვაღიაროთ. აი იმ ხალხმა, რომელიც ამას ამბობს და ეს ნეიტრალიტეტის თემაც ხო არის ამასთან დაკავშირებული. იმან უნდა აღიაროს, რომ სინამდვილეში ეს ნეიტრალიტეტის თემა არის მხოლოდ კამუფლაჟი და ჩვენ აუცილებლად მივალთ მაშინ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებამდე. კი, მე ხშირად ამას ვამბობ, გიგოს რომ არ გაღიზიანებს პოლიტიკა მეც მომწონს. ეთანხმები რომ რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ, მაგრამ სადამდე ამ არ გაღიზიანებს პოლიტიკას აქვს ერთი დიდი ნაკლი. სადამდე მიყვები ამ არ გაღიზიანებაში. ხო, დავუშვათ დღეს უარი თქვი ნატოზე. ხო, მოვიდა და გითხრა უარი თქვი ევროკავშირზე, თორე მომს დავიწყე. შენც თუ არ გაღიზიანების ომი არ გინდა რუსეთთან, უარი უნდა თქვი ევროკავშირზე. მე მოვიდა და გითხრა რომ შემოდი ევრაზიულ კავშირში, თორე გავღიზიანდები. რასაკეთე? ხო, ისე უნდა შეხვიდე. მე მოვიდა და გითხრა რომ აგერ ერთი 10 წლის მერე მოვიდა და გითხრა რომ გადავწყვიტე აღვადგინო რუსეთის იმპერია და შემოდი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. თორე გავღიზიანდები და ტანკს დავქოქავ. რასაკეთებ? ანუ შენ თუ მიყვები ამ აღიზიანების პოლიტიკაში, სადამდე მიყვები? წითელი ხაზი სად არის? ხო, აი ახლა ეს არის ძალიან კარგი კითხვა, რომელიც იმსახურებს მართლა გეტყვის რომ თბილისის და ქუთაისის გუბერნია იყავი, თორე გავღიზიანდები. თორე გავღიზიანდები, ხო. ხო და ამიტომ ახლა აი მივდივარ ჩვენ ფუნდამენტალურ კითხვა ეს და მე ნებობ მეცი რომ გავცე მაგას პასუხი, რაც შეეხება საკუთრივ პოლიტიკურ ხედვას, პოლიტიკურ ნებას და შესაბამის დიპლომატიურ უნარებს ამ პირველი ორის განხორციელების, ანუ საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების. ნებისმიერი დიპლომატიის ღირებულება ეფუძნება სამ ფუნდამენტურ პრინციპზე. ანუ ეს არის თანმიმდევრულობა, მემკვიდრეობითობა და ამოცნობადი ხასიათი. როდესაც შენ აწარმოებ ამ ურთიერთობებს, აი ამაზე დაყრდნობით და სხვათა შორის ამის მაგალითი არის ყველაზე კარგი რეგიონში არის ისევ აზერბაიჯანი. მაშინ შენი ოპონენტები და შენი მეგობრები გაცილებით უფრო დიდ პატივს ქცევენ. არა მხოლოდ მეგობრები, შენი ოპონენტებიც, მაგრამ როდესაც შენი დიპლომატია არის გაურკვეველი, გაურკვეველ პრიორიტეტებზე დაფუძნებული, მერყევი, ხო? მაშინ ჩნდება შენს ირგვლივ სპეკულაციების და გავლენების დიდი ცდუნება, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებს ნებისმიერი ქვეყანა. მაგრამ რუსეთი მით უმეტეს, იმიტომ რომ ის აფუძნებს საკუთარ პოლიტიკას, საკუთარ ინტერესებზე, რომელიც საერთოდ არ არის თანხმდრაში საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან და ნორმებთან. ეხლა რატო ვამბობ, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა არ არის თანმიმდევრული და არ არის ამოცნობადი ხასიათის, ხო? ორი მაგალითი ამაზე კონკრეტული. პირველი ზოგადი ის, რომ ჩვენი ხელისუფლება დღეს ამბობს, de facto ხელისუფლება, ქართული ოცნება დღეს ამბობს, რომ ჩემი მთავარი გზა არის ევროპისკენ, ხო? მაგრამ ყველაფერს აკეთებენ საიმისოთ, რომ ევროპასთან იზოლაცია მოხდეს ჩვენი ქვეყნის. ეხლა კონკრეტული მაგალითი მეორე, ჩვენ ალბათ ერთადერთი ქვეყანა ვართ. ან იშვიათთაგანი ვართ იმ ქვეყნების შორის, რომელიც მუშაობს საერთოდ საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის გარეშე. თქვენო შეხვიდეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე, საგარეო პოლიტიკურ ფანჯარაში, რომ შეხვიდეთ, იქ ნახავთ, რომ ვებგვერდზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე დევს დოკუმენტი საგარეო პოლიტიკური სტრატეგია 2018-2019-2022 წლების. დღეს 25-ია და ის დოკუმენტი 24 თებერვალს 22 წლის დაძველდა უმალ, იმიტომ რომ ჩვენ ახალ გარემოში აღმოჩნდით. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს ნათლად ჩამოყალიბებული, ჩვენ რო კითხოთ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს, ხო? რა არის თქვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი? შეიძლება ქალბატონმა მაგამ გითხრათ, რომ ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში გაწევრიანება. რამდენად დამაჯერებელი იქნება ეს? მეორე,
არ გეტყვით ქალბატონი მაკა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება. ნატო დიდი ხანია ჩახსნილია უკვე. საერთოდ ხსენებიდან, ხო? ეს ყოველივე აჩენს გავლენების ამაზე პასუხი აქვს ოპონენტებს, რომ რა აზრი აქვს, ეს ნატო მაინც არ გვიხებს. და ეხლა უკვე ქართულოს ეს მოხრებ იმასაც იძახიან, რომ ევროკავშირიც ქიმერაა, სინამდვილეში გვატყუებენ. ეს არის ანუ მათი პოზიცია რა არის, რომ აი უკრაინას და საქართველოს იყენებენ იმისთვის, რომ დასავლეთი იყენებდა იმისთვის, რომ ჩვენი მეშვეობით რუსეთი გაეღიზიანებინა, ხელი შეეშალა და მე აგერ აი ახლა უკრაინას მიუგდებენ, საჯიჯნად მიუგდეს, ახლა დამარცხდება, დარჩება მარტო, დაინგრა, დაანგრეული, განადგურებული უკრაინა და აი ბიძინა რა ბრძენია, რომ ეს ყველაფერი თავიდან აგვაცი. მოდი მაგას დაუპირისპიროთ რამოდენიმე არგუმენტი. პირველი ის რომ აი ამ მთელი პროცესის რამე პოზიტიური ტრენდი თუ გამოვლინდა ამ პროცესის შედეგად ეს არის ის რომ ევროპა ხდება გაცილებით ხარისხობრივად სხვა მოთამაშე. ეს გამოვლინდა ბაგრონის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში. იქიდან მტკიცე გამოტანილი ასე ვთქვათ პრინციპით და მიდგომით რომელიც თვითონ მაკრონმა გააჟღერა, რაც მდგომარეობს შემდეგში რომ ჩვენ ვაცნობიერებთ რა არის ჩვენი უსაფრთხოება, ჩვენი პრიორიტეტები და ვიცით რომ ამაში გაცილებით უფრო მეტი ძალისხმევა უნდა ჩავდოთ. სხვათა შორის ეს ტრამპმა ეს თავისი ანუ თქვა ერთ-ერთი მიზანი აღასრულა. მან აშკარად გამოაღვიძა ევროპა და ევროპა დღეს უპირობოდ არის თანახმა იმისთვის რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღოს და უფრო მეტი დადებითი რაც მოყვა ტრამპის. ხო, მაგრამ ამასთან ერთად კიდევ დავესესხები ასე ვთქვათ პრეზიდენტ მაკრონს ის რაც ამბობს რომ ჩვენ ვიცით ეს რომ უნდა გავაკეთოთ, ჩვენ ვიქნებით ბოლომდე უკრაინასთან და ამ პროცესებზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას როგორც ევროპელები და მე ვარ ამის გარანტი. ეს არის ახალი პოლიტიკური ევროპული დონის ლიდერის ძალიან სერიოზული განცხადება და მე დარწმუნებული ვარ რომ ხვალ არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოსული ქრისტიან-დემოკრატი კანცლერი მერცი აუცილებლად შეუერთდება ამას. ყველანაირი მისი ასე ვთქვათ შეფასებები და გამოსვლები ამაზე მეტყველებს და ჩვენ ესე იგი ვართ მომსწრენი იმისა რომ ეს ფუნდამენტალური ღერძული ერთობა საფრანგეთ-გერმანიის საკუთარი ხედვით და პოლიტიკური ნებით და რესურსების გამოყოფის მზადყოფნით ბრუნდება ევროპულ რეალობაში დღეს და ამის გამოხატულება რა არის იცი? ის რომ ზეგ ევროპული საბჭოს თავმჯდომარე და ევროკომისიის პრეზიდენტი ბატონი კოშტუ და ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიანი ჩადიან კიევში და ჩააქვთ სამხედრო საგანგებო დახმარება 4 მილიარდი დოლარის ოდენობით. პლუს ევროპელებმა დაიწყეს საუბარი გრძელვადიან პერიოდზე 700 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ უკრაინისთვის. შეადარე იმ ციფრებს, რაც დღემდე იყო უკრაინისთვის მიწოდებული. ეს მეორე და ეხლა ტრანსატლანტიკურ ერთობას რო დაუბრუნდეთ. რა თქმა უნდა, ამერიკა არის ყველაზე დიდი ეკონომიკა დღეს. ეს არის 30 ტრილიონი დოლარი. მაგრამ ევროკავშირის ეკონომიკა არის 20 ტრილიონზე მეტი, ანუ ნაკლები ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების, მაგრამ უფრო მეტი ვიდრე ჩინეთის და ამას თუ დაუმატებთ ჩვენ სხვა თანმიმდევრულ პარტნიორებს უკრაინის, რომელიც ძათ არიან და ადასტურებენ ამას კონკრეტული ქმედებებით, კონკრეტული დახმარებით, ხო? იაპონია, ნორვეგია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა და ასე შემდეგ, კრებსითად ეს ეკონომიკები აჭარბებენ ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკას. ამიტომ მე მივდივარ იმ მარტივ დასკვნამდე, რომ უკრაინას ყავს ძალიან თანმიმდევრული და ძლიერი პარტნიორები. მაგრამ რა ხდება თუ ამერიკა დათანხმდა რუსეთის პირობებით ომის დასრულებაზე, რადგან ტრამპს ძალიან უნდა ომის დასრულება. ეს არ არის ომის დასრულება. ჩვენ ხო გამომიჯნეთ თავიდან. ეს არის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რომელიც აჩენს სივრცეს საიმისოდ რომ ეს პრობლემა რუსეთ-უკრაინის ომის გადაწყდეს სხვა დიპლომატიური შესაძლებლობებით და ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი, დარწმუნებული ვარ, მაგრამ აღარ დაკარგავს უკრაინა თავის პატრიოტ შვილებს ამ ომში და მიეცემა საშუალება იმ უკრაინას, რომელიც იმ ხაზ მეორე მხარე, იმ ხაზ იქეთ დარჩება ევროპისკენ, რომ განავითაროს საკუთარი აღადგინოს ეკონომიკა, განავითაროს რუსეთი.
რა ბერკეტი ექნება? ამიტომ კითხულობ, ამერიკა ხო არ წავა რუსეთთან უფრო მეტ დათმობებზე მეტი. ამდენად არის არა, ეხლა ხო, ეს 4 საკითხი არის ფუნდამენტური ამ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. თუ რა მოხდება, ეს 4 საკითხია ჩემთვის. პირველი, უსაფრთხოების გარანტიები, მეორე, უკრაინის აღდგენა, მესამე, სანქციები რუსეთის მიმართ და მეოთხე, სამხედრო დამნაშავეები, ხო? ეს 4 კითხვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ აქ შემოდის უკვე მინერალების ხელშეკრულება მისი უსაფრთხოების გარანტიების ამერიკელების მხრიდან. და რაც შეეხება სანქციებს, თვითონ რუბიოც ამბობს და სანქციებზე ჯერ საერთოდ არ ვისაუბრებია. რუსეთი ხო მოითხოვს ამის ანაცვლოდ, რომ მოიხსენით სანქციები. არა, იმან შეიძლება ბევრი რამე მოითხოვოს, მაგრამ პირველი მოთხოვნა რუსეთის არის ის, რომ შეინარჩუნოს კონტროლი იმ ტერიტორიებზე, რომელიც დღესაა დე-ფაქტო დაპყრობილი. არა, პლუს სულ საზღვრებშია ის რეგიონები, ანუ ამ რეგიონების ნაწილს დღეს უკრაინა აკონტროლებს და ეს უნდა დათმოს. ეს დაივიწყოს. ეს ამაზე არავინ არ დათანხმდება. ეს არც ევროპა, არც უკრაინა და ვერც ამერიკელები ვერ იტყვიან ამას რა. ეტყვიან, რომ იცით რა, თქვენ დაიხიეთ კიდე 200 კილომეტრით უკან და ასე შემდეგ. ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. ეგ შეიძლება რუსეთს უნდოდეს, მაგრამ მაგას ვერც აჟღერებს კიდევაც. დარწმუნებული ვარ. კარგი 500-600 კილომეტრ კვადრატულს კურსკის ოლქში რა უნდა უკნათ. იქიდანაც უბრალოდ უნდა გამოვიდნენ უკრაინელები ისე რომ ამის სანაცვლოდ არაფერი არ მიიღონ. რა გარიგებაა ეს? ტრამპს შევეკითხოთ, ეს რა გარიგებაა, რა ისე უბრალოდ რაღაცა უნდა მივცეთ, რომ არაფერი ამაში არ ავიღოთ. სხვათა შორის ამის რეცეპტი არსებობს. მე ვფიქრობ, რომ უკრაინელებმა უნდა მოითხოვონ კურსკის დატოვების შედეგად ზაპოროჟიეზე კონტროლის აღდგენა. ხო, თქო, რომ არანაირი ტერიტორიის დათმობა ჩვენი მხრიდან არ იქნება. ხო, ნუ ესე იგი კურსკის დათმობაც არ იქნება. და რეალურად შენარჩუნდება ის ხაზი, რომელზეც დღეს არის განლაგებული უკრაინის საჯარო ფორმირებები, იმიტომ რომ აი ბოლო კითხვა იქნება, ასე პირობებში როგორც დღეს არის, აი ესე რომ გაივიდეს ხაზი და ცეცხლის შეწყვეტა მოეწეროს, რატო ნიშნავს ეს რუსეთის გამარჯვებას ამ ომში? ბევრი დარწმუნებული არის ჩვენთან, რომ აი ასე თუ შენარჩუნდა რაც დღეს არის, აი უკრაინამ წააგო და რუსეთმა მოიგო. არა, ეხლა ნახეთ რა მიზნები ქონდა პუტინს, როცა ომს იწყებდა, ხო? რომელი შეასრულა იქედან? დემილიტარიზაციის მაგურად მიიღოს უფრო მეტად მილიტარიზებული უკრაინა, 10-ჯერ მეტად ვიდრე ომამდე იყო. შეიარაღებული უკრაინა. ხო, დენაციფიკაცია, ანუ ზელენსკის ჩამოგდება და ასე შემდეგ. ზელენსკი უფრო გამყარებულია კი იძახის ეხა ტრამპი რომ არ აქვს რეიტინგი არა სინამდვილეში სხვანაირად. ანუ რაში გამოვა მოგება რომ რაღაც 20% ნატოს შესუსტება უნდა და ნატო გაძლიერება. ნატო გაძლიერება და შვედეთი და ფინეთი და ნატოსთან საზღვრების შემცირება უნდა და საზღვრების უფრო გადი. რატო უხარიათ ჩვენთან საქართველოში რომ აი რუსეთი გამარჯვებულია. ჩვენთვის თავარი პრობლემა ვიღაცა შეიძლება რუსეთს ახლა უხაროს, მაგრამ რა ეხა ნახე როგორ არის. ნუ ჯერ ერთი უკრაინა ამ ცეცხლის შეწყვეტის შედეგად მიიღებს შესაძლებლობას, რომ სრული წავიდეს ევროკავშირისკენ ის ნაწილი, რომელიც უკრაინის კონტროლის ქვეშ იქნება, სხვათა შორის დანგრეული და გაჩაჩანაგებული ნაწილი უკრაინის, რომელსაც ის რჩება აქეთ მხარეს დროებით რუსეთის კონტროლის ქვეშ. იქეთ მხარეს ანუ სადაც უკრაინის კონტროლია, ნაკლები დაზიანება, ხო, ინფრასტრუქტურის და შენობების და ასე შემდეგ. ამიტომ უკრაინა ძალიან სწრაფად წავა ევროკავშირისკენ. რუსეთი იქნება იძულებული, რომ ძალიან სერიოზული თანხები დახარჯოს ამ დანგრეულ ტერიტორიებზე, რაც სრულად არ არის მისთვის ეხლა ხელსაყრელი და შესაძლებელი, იმიტომ რომ საკუთარი დიდი პრობლემები აქვს რუსეთს, მით უმეტეს ამ სანქციების სხვათა შორის მე-16 სანქციებსაც 24 თებერვალს მე-16 პაკეტს განაცხადებენ უკრაინაში ურსულა ფონ დერ ლაიანი და ბატონი ანტონიუ კოშტუ, რომელიც ეხება ბევრ რამეს, ბანკებს, სატანკერო ფლოტს, ალუმინის ექსპორტს და ასე შემდეგ. ეს კიდევ ერთი დადასტურება, ანუ გაძლიერების. სხვათა შორის ეს კონსენსუსური გადაწყვეტილებაა და 27-მა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო ეს გადაწყვეტილება უნგრეთის და სლოვაკეთის ჩათვლით სხვათა შორის. გასაგებია. ხო. და რაც მთავარია ჩვენ. სადა ვარ ჩვენ ამ პროცესში? აი, როდესაც ეს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება დადგება, რომელ მხარეს აღმოჩნდებით? ეს ფიზიკურად ხაზი რო გაივლება ფიზიკურად ეს საქართველოსზე არ გადის ეს ხაზი, ხო? ნუ ისე სიმბოლურად პოლიტიკურად გადის. ხო, მაგრამ პოლიტიკურად, აი პოლიტიკურ პროცესში სადა ვარ ჩვენ? იმ უკრაინის ნაწილთანა ვართ, რომელიც ხდება ევროპული, ევროკავშირთან დაახლოვებული და რაც შემდეგ.
თუ ამ ხარეს ვჩებით რუსეთის წუმპეში, ჭაობში, ამ კეთროვანთა ბანაკში, აქედან ყველა გამომდინარე შედეგი. ფაქტია ხა ჩვენი ხელისუფლების მიდგომა ისეთია, რომ ოღონდ ომი არ იყოს და თანახმად დავჭეთ ამ. აი ახლა კიდე ამ ხელისუფლების მათ მინდა უთხრა რომ კი ბატონო ომი არ იყოს და რაღაცა, მაგრამ კიდევ ერთი კარგი რამე რა არის რომ ტრამპის ერთ-ერთი ფუნდამენტალური მიღწევა, რასაც თვითონ ამბობს რომ აი მე ძლიერი ლიდერი ვარ და ეს არის ის რომ ჩემ დროს ომი არ დაიწყებოდა. ხო? ესე იგი ჩვენ ტრამპის მოსვლით ჩვენ ომის არ უნდა გვეშინოთ. თავი დავანებოთ, კაცო, მოლდოვაც ხო იქეთ აღმოჩნდება. მოლდოვა აღმოჩნდება, მოლდოვას დღეს აქვს ისეთივე პირობები, როგორც უკრაინას ევროკავშირთან. და ეს ჩვენი შინაზარდი პრორუსები და ქართული ოცნება რო იძახის, რომ აი ახლა ევროკავშირისკენ წასვლა და ასე შემდეგ ომს ნიშნავს, კი, მაგრამ მოლდოვა სადმე ომი არის მოლდოვაში? მოლდოვა ომი არ არის. ხო, მოლდოვასთან რატო ნიშნავს? თუ მოლდოვასთვის არ ნიშნავს ევროკავშირში წასვლა ომს, ჩვენთვის რატო ნიშნავს აუცილებლად ომს? ეს ერთი და მეორე, თუ ასე ჯერავთ რუსების და ასე ეშინიათ მაშინ დაუკვირდნენ პესკოვის გამონათ. ხო თქვა პესკოვმა რომ ჩვენ არ გვადარდებს უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში. ხო, დაუჯეროთ პესკოვს მაშინ, ხო და რაც თავარია ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ ბარიკადების სწორ მხარეს აღმოჩნდეთ მშვიდობიან პირობებში, როდესაც გრძელვადიანი მშვიდობა, როგორც ამბობს ტრამპი და რასაც ემხრობა უკრაინა და ზელენსკი, დამკვიდრდება შესაბამისი გარანტიებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს გარანტიები ირიბად არა პირდაპირაც იმოქმედებს სამხრეთ კავკასიაზე, ჩვენ მივიღებთ ამ მშვიდობის პირობებში საკუთარი გადაწყვეტილებების მიღების უფრო ფართე მანევრის სივრცეს და ეს უნდა მიმართოთ საიმისოდ, რომ გამოვაცნოთ ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან, დაუბრუნდეთ აღვადგინოთ ჩვენი სრულფასოვნა ჩვენი კანდიდატის სტატუსი და დავიწყოთ გაწევრიანების პროცესი. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ამ ხელისუფლებას დღევანდელს de facto-ს იმდენად აქვს უკვე დაკარგული ნდობა ევროპელ წარმომადგენლებთან, რომ ახალი არჩევნების გარეშე და გადახალისების გარეშე მთავრობის ხელისუფლების და პარლამენტის ჩვენ ეს შესაძლებლობა ვერ გაგვეხსნება. ნუ აი მაგალითად წარმოვიდგინოთ ფანტასტიკური ვითარება. ხვალ ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დამყარდა მშვიდობა, რასაც ჩვენ ვამბობდით უკრაინაში, ტრამპი არის გარანტორი ჩვენ მშვიდობა გარანტირებულია და ამიტომ ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ სრულფასოვნად დაუბრუნდეთ ჩვენ ურთიერთობებს ევროკავშირთან, შევასრულოთ 9 პუნქტი, დავიწყოთ მოლაპარაკება ასე შემდეგ. აი წარმოვიდგინოთ ეს ფანტასტიკური ვითარება, ხო? მაგრამ ეს რო წარმოვიდგინოთ, რეაქცია ევროკავშირიდან დადებითი არ იქნება. იმიტომ რომ ნდობა აქვს დაკარგული. ყველა წინათ გაკეთებული განცხადების გამო, ის რომ ევროპა არის გლობალური ომის პარტია, ის რომ იქ დაპყრობილია ოლიგარქიული გავლენებით, იქ რომ deep state-ი კარნახობს ევროპარლამენტს და 400 დეპუტატი ევროპარლამენტის, რომელმაც რეზოლუციას ხმა მისცა, არის deep state-ის აგენტი ქართული ოცნების წარმოდგენაში. ნუ აი ამისთანა ნარატივების გაჟღერების ფონზე როგორ გესახება შენ ამ პროცესის განახლება? მოკლედ ჩვენ გვაქვს საშიშროება, რომ შეიძლება მართლა აქეთ ბანაკში როცა ხაზი გაივლება, უბრალოდ აღმოჩნდეთ რუსეთის აქეთ ბანაკში და ამის წამალი არის ერთადერთი, ეს არის ახალი არჩევნები, ხო და დღეს კიდევ დღეს აქ შესაძლებლობა ქართულ ოცნებას რომ დარჩეს ამ პოლიტიკურ ველზე მოთამაშეთ, თუ ნებაყოფლობით თვითონ გააზრებულად ამ ახალი მშვიდობის, კარგი დაუჯეროთ ამას, ახალი მშვიდობის გარანტიების კონტექსტში გამოაცხადებს ახალ არჩევნებს და დააბრუნებს პოლიტიკურ პროცესს ნორმალურ კალაპოტში. მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის.